ქალის ყველაზე საშიში ასაკი არის 35-40 წელი. ზუსტად ამ ასაკში იზრდება ქალის გაგიჟების ალბათობა. და ეს მოვლენა მილიონობით მამაკაცმა გამოიარა. როდესაც ჯერ კიდევ გუშინის ადეკვატური იყო, ხოლო დღეს კი გაგიჟებული ანგრევს ოჯახს და სპრინტერივით გარბის ზღვის საწოლში. როდესაც ვიღაც ახალგაზრდა 20 წლის გოგონას ჩადის მსგავს არაადეკვატურობას, ეგ შეიძლება იმით ახსნა, რომ ასაკით პატარაა, თავისი სილამაზის პიკზეა, ჰორმონები აწვება მას და ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. ხოლო როდესაც იგივეს 40 წლის ქალის ჩადის, რომელსაც სახლში შვილი ჰყავს, სახეზე კი ნაოჭები აქვს, ჩნდება კითხვა, ხომ არ გაგიჟდი ქალო? რა გჭირს, რა დაგემართა, რამ გადაგრია? 35-ს გადაცილებული ქალები აბსოლუტურად ყოველთვის განსაკუთრებული სისასტიკით ღალატობენ. იმიტომ რომ ქალისთვის 35-40 წელი არის ბოლოს წინა გარდატეხის ასაკი. მაგ ასაკში ის შინაგანად ისე გრძნობს ვითარებას, რომ ეს ჩემი ბოლო შანსია, რომ ამ ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო. 20, 25, 30 წლის გოგონასთვის ძალიან მარტივია, რომ იყოს მეოჯახე, მზრუნველი და ერთგული. იმიტომ რომ ის ხვდება, რომ ჯერ კიდევ მოთხოვნადია სილამაზის აუქციონზე. კაცები თვალს აყოლებენ, ფოტოებზე კი ლაიქები არ აკლია. და სიტუაციურად რომც არ ჰქონდეს ეგ ყველაფერი, ის შინაგანად დარწმუნებულია, რომ ოდნავ მაკიაჟი რომ წაისვას, ოდნავ გამომწვევად რომ ჩაიცვას, მომენტალურად მიიღებს მაგ ყველაფერს. ხოლო როდესაც უკვე 35 პლუსით არის და როდესაც უყურებს თავის ძველ ფოტოებს, მას უბრალოდ ტირილი უნდება. ამ მოვლენის მთელი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ეგ ემართებათ იმ ქალებს, რომლებისთვის შეფასების ფუნდამენტიც მათ გარეგნობაზე და სილამაზეზე დგას. იმიტომ რომ მათ არავინ ამზადებდა სიბერისთვის, არავინ ამზადებდა იმისთვის, რომ ოდესღაც მაგ სილამაზესთან დამშვიდობება მოუწევდათ. არც დედა, არც და ქალები, არც საზოგადოება არ ამზადებს ქალს სიბერისთვის. პირიქით, ყოველდღე ახსენებენ მას, რომ შენ ულამაზესი ხარ და ყოველთვის ასეთი დარჩები, ყოველთვის მოთხოვნადი იქნებიო. თანამედროვე ქალს ასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა იყოს ლამაზი და არა იმას, თუ როგორ უნდა დაბერდეს სწორად. 18 წლის ასაკში მას თვალებით ჭამდნენ, 35-ს ზემოთ კი ის უკვე ამჩნევს, რომ ისე აღარ უყურებენ როგორც ადრე. მალევე გადააქვთ კაცებს ყურადღება ახალგაზრდა გოგონებზე. და ასეთი ბევრი წვრილმანი დეტალია, რასაც ქალი აუცილებლად ამჩნევს და აქცევს ყურადღებას. შედეგად ეწყება პანიკა და თავისთავად ირთვება მაგ მოვლენის კომპენსაციის მექანიზმი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეგ ჩემსაც არ ეხება, იმიტომ რომ ის 40 წლის ასაკშიც კარგად გამოიყურება, რადგან თავს მანამდე სულ ულიდაო. მე კი გეტყვი, რომ შენ მთლად კარგად არ გესმის ის, რაზეც ვსაუბრობ. როდესაც მილიარდერი კარგავს თავისი ქონების ნაწილს და მილიონერი ხდება, ის ძალიან განიცდის მაგ მოვლენას. შენ კი ფიქრობ, რომ ნეტა რას განიცდის, ის ხომ მაინც მდიდარიაო, მაგრამ ის გიჟდება და მაგის გამო შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცებიც კი გააკეთოს. ზუსტად ეს პრინციპი მუშაობს ქალის შემთხვევაშიც. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ის დღეს და ახლა ცუდად გამოიყურება. ის შეიძლება ძალიან მოვლილიც, ძალიან მიმზიდველიც და ძალიან ლამაზიც იყოს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის იმაზე უარესად გამოიყურება, ვიდრე 10 წლის წინ. ის თავის თავს მის ახალგაზრდობას ადარებს. ის რაზეც ახლა ვსაუბრობ, მამაკაცი ამას ვერასდროს იგრძნობს, უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია. იმიტომ რომ მამაკაცისთვის დაბერება ბუნებრივი პროცესია. ქალი კი დეტალებში ღეჭავს ყველა მაგ წვრილმან ცვლილებას, თუ რა ხდებოდა ადრე და რა ხდება დღეს და ახლა. არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებმაც ძალიან ბევრი ფული ჩადეს თავიანთ გარეგნობაში. მაგრამ მაგ ქალებს ორჯერ, სამჯერ უფრო დიდი დოზით ეწყებათ პანიკა. ბუნებრივია, რომ რაც უფრო მეტი ჩადო თავის გარეგნობაში, მით უფრო მეტად ეწყება ნერვიულობისგან კანკალი. მან ხომ ძალიან ეცადა, მაგრამ შედეგი მაინც დროებითი აღმოჩნდა. და ზუსტადაც აქ იწყებს ქალი გაგიჟებას. ამ ვითარებაში კი მას მხოლოდ ერთმა რაღაცამ შეიძლება დროებით დაამშვიდოს. თავისთავად ფლირტის ინექცია. იქამდე სანამ შენ სოლს არ უცდია სხვა კაცების მზერისთვის გამოპრანჭვა, სანამ არ უფლირტავია სხვასთან, მანამდე შენ ჯერ კიდევ უსაფრთხო ზონაში იმყოფები. თქვენ შეიძლება იჩხუბოთ, უღრიალოთ ერთმანეთს, მთელი კვირა არ ელაპარაკოთ ერთმანეთს, თუმცა ეგ იქნება უბრალოდ ნავის რყევა. კი არ ყევთ, მაგრამ ნავი ჯერ კიდევ მწყობრშია, ჯერ კიდევ გადარჩენის შანსი არსებობს. მაგრამ თუ შენმა ცოლმა ერთხელ მაინც სხვას ეფლირტავა, ან ერთხელ მაინც კომპლიმენტი თუ მიიღო სხვისგან, ან ერთხელ მაინც თუ გაუღიმა სხვას, მორჩა კინო. თქვენი ურთიერთობა ადრინდელივით აღარ იქნება. მაგ ნავში უკვე ხვრელი გაჩნდა, რომელიც ნელ-ნელა გაფართოვდება და ყველას ჩაგძირავთ. იცი რატომ დადის გათხოვებულ ქალებზე ის ლეგენდები, რომ ყველაზე მშივრები და ყველაზე მარტივად დასაკერები არიანო. იმიტომ რომ ეგ სიმართლეა, რომელიც 21 საუკუნემ დაადასტურა. როდესაც 20 წლის გოგონას ეუბნები, რომ ძალიან საყვარელი და ლამაზია, მას სულ ფეხებზე ჰკიდია, იმიტომ რომ დღეში 20 ჯერ ისმენს მაგ ყველაფერს. მაგრამ ზუსტად იგივე სიტყვები იგივე ქალს რომ უთხრა, როდესაც ის 40 წლის გახდება, მას სიამოვნებისგან თვალები გაუფართოვდება.
იმიტომ რომ ის სლებია მაგის დეფიციტში ცხოვრობს, მას უკვე სიბერის ეშინია. შესაბამისად მას სჭირდება იმის დასტური, რომ ის ასაკის მიუხედავად ჯერ კიდევ ცხელი გოგოშკაა. როდესაც 42 წლის ქალი ოჯახს ანგრევს და მიდის, მაგ დროს ის ამბობს, რომ მე მინდა რომ ვიცხოვრო და არა თუ ვიცოცხლო. დაბერებისკენ მიმავალი ასაკის უარყოფის პანიკა ქალს აიძულებს, რომ დაგაღალატოს, გიღალატოს და მიგატოვოს. თუ მისი თვითშეფასება მის სილამაზეზე იდგა, მაშინ მას სხვა ვარიანტი აღარც რჩება. და მაგ ასაკში სულ რომ ვარჯიშობდეს და შპაგატზეც ჯდებოდეს, ეგ ყველაფერი მას არ უშველის. იმიტომ რომ მას კონკრეტულად შენგან არ სჭირდება დასტური, სხვა მამაკაცებისგან სჭირდება. მას უნდა რომ მისი აქციები ბირჟაზე იყოს მოთხოვნადი და ღირებული. ქალი, რომელსაც არ შეუძლია დაბერება, ადრე თუ გვიან დაიწყებს თავისი თავის ქმრის და ოჯახის ნდრევას. აბსოლუტურად ყველაფერს გაანადგურებს, იმიტომ რომ მაგ დროს მას ყველაფერი ეზიზღება, რაც მას ასაკს ახსენებს. შენი ჭაღარათმა, თქვენი შვილი, რომელიც უკვე დიდი ბიჭია, ყველაფერი ფონურად აღიზიანებს. ხოლო თუ შვილიშვილი ეყოლა, რომელიც გაბედავს და მას ბებოს დაუძახებს, ეგ ხომ საერთოდ კატასტროფაა მისთვის. დაბერება, ეგრეთ წოდებულ ძველმოდურ ქალებს შეუძლიათ. თანამედროვე ქალებს კი დაბერება არ შეუძლიათ. როდესაც ქალი შორდება, მაგ დროს კაცი გაუგებრობაშია. ის ფიქრობს, რომ მე ხომ ვზრუნავდი მასზე, ვზრუნავდი ოჯახზე, ვეხმარებოდი ყველაფერში, ყურადღებასაც სულ ვაქცევდიო. მაგრამ მე მგონი ახლა გასაგები გახდა, რომ თურმე მას სულ სხვა რამ სჭირდებოდა, რასაც შენ ვერანაირად ვერ მისცემდი. შენ მშვიდად, წყნარად და ბედნიერად ცხოვრება გინდოდა და ეგ იყო შენი ორიენტირი, რაც ბუნებრივია ოჯახური ურთიერთობისთვის. მას კი უნდა რომ იყოს მიმზიდველი ობიექტი, რომლის მონადირებაც ბევრს უნდა. შენ კი უბრალოდ ვეღარ მოინადირებ მას, ეგ ტექნიკურად შეუძლებელია. იმიტომ რომ ის ისედაც შენია და ეგ ეგრეც უნდა იყოს. ანუ მას უნდა ის, რის მიცემასაც შენ ვერანაირად ვერ შეძლებ. და ზუსტადაც ამიტომ ეზიზღები მას და ზუსტადაც ამიტომ გაბოროტ და შენზე და გსჯის მაგის გამო. მაგ ვითარებაში, როდესაც ქალი შორდება ქმარს, ეგ მოვლენა მსოფლმხედველობითი კონფლიქტის შედეგი გამოდის. ანუ ქმარს ოჯახი აინტერესებს, ცოლს კი პირადი კაიფი. აქ კი უკვე აღარანაირი კონსტრუქციული დიალოგი აღარ გიშველით. ვერანაირად ვერ გამონახავთ საერთო ენას, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზანი გამოძრავებთ. თუ ქალის ახალგაზრდობა გართობით, მოგზაურობებით, Instagram ფოტოებით, შოპინგითა და სიგიჟეებით არის გატენილი, ის დაბერებას უბრალოდ ვერ შეძლებს. შესაბამისად აღარ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ის 40 წლის ასაკში გაგიჟებას დაიწყებს. ის იმ ურწმუნო ადამიანივით არის, რომელმაც გაიგო რომ მალე მოკვდება. შესაბამისად შეუძლია რომ ყველანაირი სიბინძური აკეთოს. იცით რატომ ირყნება და რატომ მიდის სხვადასხვანაირ სექსუალურ გადახრაზე 35 წელს გადაცილებული ქალი. და კი, ყველაზე ბინძური სექსუალური ფანტაზიები 35 წელს გადაცილებულ ქალებს აქვთ, რომლებსაც 2-3 შვილი ჰყავთ და არა თუ 20 წლის გოგონებს. იმიტომ რომ ასაკთან ერთად დოფამინის მიმართ მგრძნობელობაც მინიმუმ 2-ჯერ უკვე ითდებათ. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ 20 წლის ასაკში რაც აგიჟებდა მას, დღეს და ახლა საერთოდ აღარაფერს იწვევს. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ ფსონი უნდა გაზარდოს. 19 წლის ასაკში უბრალოდ ხელჩაკიდებული რომ სეირნობდა, ეგეც კი გაგიჟებულ სიამოვნებას იწვევდა მასში. 40 წლის ასაკში კი რაის ხელის ჩაკიდება, უკვე უზარმაზარი დოზის მიღება არის საჭირო. ამიტომ, როდესაც შენ 15 წლიან ქორწინებაში ხარ ქალთან, რომელსაც დაბერება არ შეუძლია, შენ მას ვეღარაფრით დააკმაყოფილებ. მოფერება აღარ იწვევს მასში ემოციებს. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ლუქს რომ იქირავებ, აღარც ეგ იწვევს მასში ემოციებს. საჩუქრების ეტაპი კი უკვე დიდი ხნის წინ გამოიარეთ. სულ რომ როლს-როისი აჩუქო, მაინც ვეღარაფერს იგრძნობს. მაგ ასაკში შენს ცოლს, კაცი უკვე ვეღარაფრით გააკვირვებ. და ზუსტადაც ამ მომენტში უყურებს ის ჯემალის და ფიქრობს, აი ეს არის ის კაცი, რომელიც მე მჭირდებაო. მხოლოდ მისი ბინძური ფანტაზიების შედეგადაც კი უკვე მის წარღვებში მზადდება ჰორმონალური ფეირვერკები. მისი ღალატის პირველი ნაბიჯი კი არის, როდესაც ის ღიმილით მიიღებს სხვა კაცისგან კომპლიმენტს. მორჩა, ის უკვე მზად არის რომ დაიკეროს. უკუსვლის ტაიმერი უკვე ჩართულია, უკვე დროის ამბავია. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგები გეტყვიან, რომ ქალის ბუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან თავი ლამაზად და მოთხოვნადად იგრძნოსო. თუ ჩვენ მათ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ღალატისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უკვე ლეგალიზებულია. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებითაც კი დასტურდება, რომ 35 წელს გადაცილებული ქალები უფრო ხშირად ღალატობენ მამაკაცებს, ვიდრე პირიქით. იმიტომ რომ მამაკაცს სიბერე სულ ფეხებზეც ჰკიდია. იმიტომ რომ მისი თვითშეფასება ლაიქების რაოდენობაზე არ დგას. თანამედროვე ქალებს კი პრინცესებად ზრდიან. როდესაც შენ შენს ცოლს პირველად შეხვდი, მაშინ ის მისი სილამაზისა და მოთხოვნადობის, მისი შესაძლებლობების პიკზე იყო. და კი, მან გითხრა რომ ოჯახის შექმნა უნდოდა, შენ კი მას დაუჯერე.
მაგრამ ნებისმიერ ჰოლივუდის ვარსკვლავს მისი პოპულარულობის პიკზე რომ ვკითხო რა გინდაო, ის დაუფიქრებლად გეტყვის რომ დასვენება მინდა, მომბეზრდა ეს ყველაფერიო. ხოლო როგორც კი დაივიწყებს მას პუბლიკა, ეგრევე ტკივილისგან ჩაიკეცება. ზუსტად იგივე ხდება ქალის შემთხვევაშიც. სანამ ის ახალგაზრდა და მოთხოვნადია, ის ადეკვატურად გამოიყურება. მაგრამ როგორც კი ხვდება რომ მამაკაცთა ყურადღება მკლება დაიწყო, ეგრევე პანიკა ეწყება. ჩემთან მოსულთა კონსულტაციების 80% ასე გამოიყურება. ძირითადად ჩვეულებრივი, ნორმალური, რიგითი კაცია, რომელიც ბუნებრივია რომ ვერ ერკვევა ამ ყველაფერში. აირჩია უბრალოდ ლამაზი ქალი და წაიყვანა დასვა სახლში, რაც ასევე ბუნებრივია. მისცა ქალს უსაფრთხოებას საკვები, გარანტიები, ყველანაირად უზრუნველყო და ყველანაირად ზრუნავდა მასეც და მათ შვილებზეც. გადის წლები და უცებ ირკვევა რომ თურმე ქალს აი ის სასიყვარულო ვიბრაციები სჭირდებოდა და არა ის ყველაფერი, რასაც შენ აძლევ მას. ზოგადად გრძელვადიან ოჯახურ ურთიერთობაში ქალის ღალატი არასდროს არის მომენტალური აქტი. არც ერთ კვირაში და არც ერთ თვეში არ ხდება ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში ღალატისთვის მომზადების პროცესი წლების მანძილზე მიმდინარეობს. და მხოლოდ გრძელვადიანი პროცესის გავლის შემდეგ ხდება მას ის მონატრებული ჯემალი. და რადგან წლების მანძილზე მიმდინარეობს ეგ პროცესი, მაგ მიზეზით მის ქცევაში არ არის ლოკალური კონტრასტი. ხოლო როდესაც ის ნელ-ნელა იცვლება, მამაკაცი როგორც წესი მაგ ცვლილებას დიდად ვერ ატყობს. მხოლოდ ბოლო სტადიაზე ხდება რომ უკვე რაღაც ისე აღარ არის. ეგ მოვლენა შეგვიძლია კიბოს შევადაროთ. თავიდან შენ არაფერს ეჭვობ. მოგვიანებით კი უკვე გრძნობ რომ რაღაც ისე არ არის. მიდიხარ ექიმთან კონსულტაციაზე და უცებ ირკვევა რომ მეოთხე სტადიაზეა. მამაკაცთა ყველაზე იდიოტური შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, როდესაც ის ფიქრობს რომ ურთიერთობის დასაწყისში მივცემ ყველაფერს, ოღონდაც დავკერო და მერე სამუდამოდ ჩემიაო. აი ის რომანტიკა, ნება, საჩუქრები და მთელი ის ქალის გულის დაპყრობის რიტუალები. ანუ მოინადირა, შტამპი დაადო და ეგ არის. აცი შეუძლია დასვას სახლში და ვერსად ვეღარ წავა. მაგავე ლოგიკით შენ შეგიძლია ქუჩის ძაღლს ბევრი სტეიკი გაუმზადო და იქამდე აჭამოს, სანამ სიამოვნებისგან გული არ წაუვა. მერე კი იმის იმედი გქონდეს რომ სულ შენი ერთგული იქნება. მაგრამ ეგ ეგრე არ მუშაობს. როგორც კი მოშივდება, ეგრევე გაიქცევა პირველივე შემხვედრთან და ხელებს აულოკავს. ამიტომ თუ შენ დოფამინზე შემჯდარი ქალი აირჩე, რომელსაც სიწყნარეზე და სტაბილურობაზე ალერგია აქვს, მზად იყავი უარესი სცენარისთვის. შენ კარგად უნდა გესმოდეს რომ შენი კეთილსინდისიერი მიდგომა ქალის მიმართ არ არის არაფრის გარანტია. მით უმეტეს არ არის ერთგულების გარანტია. მე ჩემს ცხოვრებაში არაერთი ქალი შემხვედრია, რომლებსაც 1000 მიზეზი ჰქონდათ, რის გამოც შეეძლოთ ქმრისგან წასვლა ისე, რომ სრულიად მართლები იქნებოდნენ. მაგრამ არსად არ წასულან. და თან ისე არ წასულან, რომ მაგის გამო არც უწუწუნიათ, არც ლაიქები დაუგროვებიათ და არც არავის მედალი არ ჩამოუკიდებია მათ კისერზე. უბრალოდ ბუნებით ერთგულები არიან. ასევე შემხვედრია ისეთი ქალებიც, რომლებსაც სანატრელი ქმარი ჰყავდათ, მაგრამ უღალატეს მას. აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ ქალის ერთგულება არც მოპოვებადია, არც დამსახურებადი. ქალი, როგორც პიროვნება, ან ერთგულია, ან მოღალატე. მოდით უბრალოდ დავფიქრდეთ. უმეტესწილად ღალატობენ კარგ ადამიანებს, ერთგულ ადამიანებს. უმეტესწილად იყენებენ იმ ადამიანებს, ვინც უფრო მეტად ცდილობს ურთიერთობისთვის. ჩნდება კითხვა, აი იმ რაღაც თქვენს ნამდვილ სიყვარულზე მოსმენილი ზღაპრების გავლენიდან როდიდან აპირებ გამოსვლას. რომ აი თურმე მე თუ არ უღალატებ და თუ კარგი ბიჭი ვიქნები, არც მე მიღალატებენ. მე თუ კარგად მოვექცევი, ისიც კარგად მომექცევა. ამ სამყაროში მასეთი პირდაპირი, ავტომატიზირებული სამართლიანობა არ არსებობს. ეს სამყარო ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი და ამ ფაქტს თვალი უნდა გაუსწორო. ერთის მხრივ თუ შენ ნორმალური ადამიანი ხარ, მაშინ მზად უნდა იყო უსამართლობისთვის. მეორეს მხრივ კი ჩვენ ხომ სიკეთე იმისთვის არ უნდა ვაკეთოთ, რომ ის აუცილებლად უკან დაგვიბრუნონ. ეგ სიკეთე კი არა, ყვალი გამოდის. სიკეთე იმიტომ უნდა ვაკეთოთ, რომ უბრალოდ სხვანაირად მოქცევა არ შეგვიძლია. და ზუსტადაც ეგ უნდა იყოს მთავარი ანალოგი, რაც უნდა ეძებო ქალში, როდესაც ირჩევ ცოლს. როდესაც კონსულტაციაზე მიყვებიან ამ თანამედროვე ფსიქოლოგებთან მათ დიალოგებს, ეგ ყველაფერი უბრალოდ მაზოლზე ფეხის დაჭერას ჰგავს. იმიტომ რომ ცალკე აღებულ ფსიქოლოგიაში არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა ცუდი ადამიანი და კარგი ადამიანი. ეგ არის მორალური საკითხი. ხოლო მორალის გარეშე ცარიელი ფსიქოლოგია ვერ იქნება ობიექტური. იმიტომ რომ კარგი და კეთილი ოჯახური ურთიერთობა არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალიც და მამაკაციც კარგი და კეთილია. ფსიქოლოგია არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლია როგორც სწორად, ისევე არასწორად გამოიყენო. ხოლო როდესაც შენ არჩევ ოჯახურ საკითხებს და მორალურ ასპექტებს არ ითვალისწინებ, აუცილებლად არასწორად გამოიყენებ ამ ინსტრუმენტს.
ზუსტად ამიტომ თანამედროვე ფსიქოლოგი გეტყვის, რომ თურმე ნებისმიერ ადამიანთან არის შესაძლებელი სწორი მიდგომით იდეალური ურთიერთობის შენება. რომ თურმე თუ შენთან არ გამოუვიდა ქალს, აი სხვა კაცთან უჩველი გამოუვა. ხო და მამაკაცი, რომელიც ძლივსძლიობით გადარჩა ცოლის ხალატის შემდეგ, რომ რამე უბედურება არ ქნას, მიდის ამ თანამედროვე ფსიქოლოგთან და რას ისმენს. შენს ცოლს უბრალოდ ემოციების გამოხატვა არ შეეძლო. თქვენ უბრალოდ როგორც ორი ჩამოყალიბებული ადამიანი არ დამჯდარხართ და არ გისაუბრიათო. ბატონო და ქალბატონო ფსიქოლოგებო, იქნებდა ეგ ქალი უბრალოდ შინაგანად ფუჭი იყო. რატომ გამოურიცხავთ ამაცი უკვე ფაქტს? მაგრამ არა, აი შენ საუბრისას ხმის ტონს რომ უწევდი ხოლმე, მაგის გამო ეშინოდა შენი შენს ცოლსო. ანუ შენი ხმის ტონის აწევის ბრალია თქვენ შორის კონსტრუქციული დიალოგი რომ ვერ შედგა. მაგის გამო ის უბრალოდ ვერ ბედავდა შენთან საუბარს და თურმე ამიტომ ღალატი ამჯობინა. თურმე საუბარს უფრო მეტი გაბედულობა სჭირდება, ვიდრე ღალატს. აბა რა ქმართან საუბარს ეხუმრები შენ? ეგ იმდენად რთული მოვლენაა, რომ მაგას ჯობია, აი ასე უცებ ჰოპ და შეახტე ვინმე ჯემალის. მოკლედ ამ სიბერეში რას აღარ გაიგებ კაცი, სულ გამოშტერდა ეს ხალხი. ანუ კაცი გაუბედურებულ მდგომარეობაშია, ძლივსძლიობით როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება რომ მივიდეს ფსიქოლოგთან და თავისთავად დახმარებას ელოდება მისგან. ის კი აქეთ ადანაშაულებს მას. არა, მე მგონი შენ მას ზედმეტად სულდავდი და სხვაგან ნახა თავისუფლება და მაგიტომ გიღალატაო. ანუ კაცმა ყველაფერი დაკარგა, რასაც წლების მანძილზე აშენებდა, ფსიქოლოგი კი ფაქტიურად ეღადავება მას. მოკლედ გაგიჟდება თუ არა ქალი 40-ის მერე, ეგ არის მის ახალგაზრდობაზე და მისი ცხოვრების ქრონოლოგიაზე დამოკიდებული. აქ კი არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი. ერთი არის, როდესაც ქალი რეალურად მორწმუნეა და თავის შეცდომებს სინანულით იხსენებს. პირადად მე უბრალოდ არ მჯერა, რომ მონანიება რელიგიის გარეშე არის შესაძლებელი. რაღაც მცირე შეცდომები ახალგაზრდობაში ყველა ადამიანს აქვს დაშვებული. პრობლემურ ქალშიც აუცილებლად მოიძებნება ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომები. აბსოლუტურად ყოველთვის რაღაცას იპოვი. თავარი არის როგორ უდგება დღეს და ახლა. თუ ის ტკივილითა და სინანულით იხსენებს და თუ სხვენია მას, ანუ თუ იხსენებს სირცხულს ჭამს და თუ ცხოვრებაში მეორედ მსგავსი არაფერი აღარ უქნია. და თავისთავად თუ წლების მანძილზე მორჩილი და მეოჯახია, მაშინ გასაგებია და მისაღებია. მეორე ვარიანტი კი, ანუ კლასიკური ვარიანტი არის, როდესაც იხსენებს და თვალები უბუწყინავს. როდესაც ამბობს, ან უბრალოდ ფიქრობს, რომ რა მაგარი იყო ადრეო. აი ამ ვითარებაში უკვე ძალიან ცუდადაა საქმე. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, საიდან გავიგო მისი ფიქრები, ექსტრასენსი კი არ ვარო. ვერ საიდან ვერ გაიგებ. მე გთავაზობ, რომ ფაქტებს მიაქციო სათანადო ყურადღება და ყველაფერი გასაგები გახდება შენთვის. შენ უბრალოდ მისი ქცევის თანმიმდევრობის ქრონოლოგია უნდა დააწყო და გაანალიზო. როგორ იქცეოდა შენთან მიმართებაში 10 წლის წინ და როგორ იქცევა დღეს და ახლა. რა შეიცვალა, როდის შეიცვალა და რა მიმართულება აქვს აღებული. რა უხარო და ადრე და რა არ უხარია ახლა. რა არ აღიზიანებდა ადრე და რა აღიზიანებს ახლა. რა აკმაყოფილებდა ადრე და რა აღარ აკმაყოფილებს ახლა. როდესაც ჩამოწერ მაგ ყველაფერს, მომენტალურად ნათელი გახდება შენთვის საითკენაც აქვს აღებული გეზი. თუ შენ თვლი, რომ უფრო კონკრეტული, კონცენტრირებული ინფორმაციის მიღება გინდა, რომელიც YouTube არხზე საჯაროდ არ მიდევს, გთავაზობ დახურულ ვიდეო კურსებს. ხოლო თუ გინდა, რომ კონსულტაციაზე დეტალურად გავარჩიოთ შენი ისტორია, მომწერე WhatsApp-ზე. ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.